ჩვენ ახლა პირველი რესპუბლიკის მოედანზე ვართ, პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა შეკრება 5 საათიდან დაიწყეს. თქვენ გესმით მათი ხმა, ისინი ითხოვენ ისევე როგორც ყველა ჯგუფი საზოგადოების, რომელიც ბოლო თითქმის 1 თვის განმავლობაში ქუჩაში საპროტესტო გზავნილებით გამოვიდა, ახალ სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს, ასევე ითხოვენ ქვეყნის დასავლური კურსის აღდგენას, ევროინტეგრაციის პროცესის აღდგენას და ითხოვენ იმ ადამიანების გათავისუფლებას, ვინც პროტესტის მიმდინარეობისას დააკავეს და ვინც პროტესტის და ითხოვენ სამართლიანობას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაკავებისას ან დაკავების შემდეგ დაშავდნენ, დაზიანდნენ. თქვენ კადრში ხედავთ შშმ პირებს და მათ მშობლებს, ისინი ახლა რუსთაველის გამზირზე გადმოვიდნენ და მიემართებიან საქართველოს პარლამენტისკენ, სადაც საკუთარ ხმას შეუერთებენ საპროტესტო აქციას, რომელიც 28 ნოემბრის შემდეგ უწყვეტად მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტთან. შშმ პირები აღნიშნავენ, რომ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ევროინტეგრაციის პროცესი აღდგეს და ქვეყანა დაუბრუნდეს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს, რადგან ძალიან ბევრი სერვისი, რომელთა მომხმარებლებიც ისინი არიან, სწორედ დასავლური ფონდებიდან ფინანსდება. შესაბამისად, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეიცვალოს და ქვეყანამ გააგრძელოს ევროინტეგრაციის პროცესი. დღეს მათ ასევე სოლიდარობა გამოუცხადეს გიგა სოფრომაძეს, თბილისის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროგრამების ხელმძღვანელს, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს და აღნიშნეს, რომ ეს არის რასაკვირველია, ძალიან დიდი უსამართლობა და ძალიან დიდი უსამართლობაა, როდესაც პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ ადამიანებს სამსახურებიდან და განსაკუთრებით შშმ პირებს, რომელთაც ისედაც ძალიან ბევრი წინააღმდეგობა ხდებათ დასაქმების გზაზე. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ შეიძლება დღეს არ არიან იმ რაოდენობით წარმოდგენილი, რომ მათ მსვლელობას დაერქვას დიდი საპროტესტო მსვლელობა, თუმცა ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ის, რომ ქალაქი არ არის მორგებული მათ საჭიროებებზე. მათ ამას ხაზი დღეს არაერთხელ გაუსვეს არაერთმა გამომსვლელმა, რომელმაც რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა, აღნიშნა, რომ მათ მიუვიდათ ძალიან ბევრი წერილი იმასთან დაკავშირებით, რომ შშმ პირებს სურთ საპროტესტო აქციებზე გამოსვლა, სურთ, რომ საკუთარი ხმა ძალიან ხმამაღლა გააჟღერონ, თუმცა ამას ვერ ახერხებენ იმის გამო, რომ ქალაქში არ არის შესაფერის ინფრასტრუქტურა და ვერ ახერხებენ ფიზიკურად, რომ მოვიდნენ და შეუერთდნენ საპროტესტო აქციას. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ კომენტარები, რომლებიც საპროტესტო მარშის მონაწილეებმა ევრონიუს ჯორჯიასთან გააკეთეს. შევიკრიბეთ შშმ პირები და მოთხოვნა ჩვენი არის იგივე, რაც სხვა ჯგუფების შემთხვევაში, ანუ გათავისუფლება იმ პატიმრების, ვინც არიან ახლა დაპატიმრებულები და ზოგადად სამართლიანი არჩევნების დანიშვნა, იმიტომ რომ ევროპასთან კავშირის შეწყვეტა ჩვენთვის ნიშნავს კატასტროფას. ჩვენთვის ეს ნიშნავს, რომ სერვისები შეწყდება, არ მოხდება ახალი სერვისების განვითარება და ფაქტიურად ის პროგრესი, რაც იყო მიღწეული ბოლო წლების განმავლობაში, უბრალოდ გააქრება. ძალიან მარტივ რამე სიტყვი. ჩვენ შეხედონ, რამდენი შშმ პირი და მშობელი ითხოვს ევროპულ ქვეყნებში თავშესაფარს. ხო, ეს რას ნიშნავს? ხო, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ ევროკავშირში ხედავენ ეს ადამიანები ხსნას და აქედან გამომდინარე საქართველოსთვის ევროპაზე უარის თქმა, ნუ ის რომ შეიძლება ბოლო-ბოლო ეს უვიზო რეჟიმიც გაუქმდეს და ადამიანებს ფიზიკურად ქვეყნიდან გასვლა გაუჭირდეთ და თუნდაც ეხა დახმარების თხოვნა არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური უფლება, რომ გამოხვიდე ქუჩაში და თქვა, რომ შენ გაქვს პრობლემა და დახმარება გჭირდება. აი ამ უფლების წართმევაზე არის საუბარი. ჩვენი მთავარი გზავნილი არის თავისუფლება პატიმრებს, რომლებიც დაყოლებული არიან, ასევე რეალურად მხარდაჭერა და უფლებების დაცვა ჭირდებათ იმ შშმ პირებს, რომლების უფლებებიც დაირღვა საჯაროდ. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ შეიცვალოს კურსი ევროპისკენ და რუსეთისკენ. ამ
ამ წუთებში შშმ პირები მოემართებიან რუსთაველის გამზირს და ისინი მიდიან პარლამენტთან, სადაც შეუერთდებიან საპროტესტო აქციას, რომელიც უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ. თქვენ მოისმინეთ რა არის მთავარი გზავნილები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ისინი ახლა ხმაურით გადაადგილდებიან რუსთაველის გამზირზე და აჟღერებენ საკუთარ მოთხოვნებს, ახალ არჩევნებს და დაკავებულების გათავისუფლებას. ამასთან ცხადია ევროინტეგრაციის აღდგენასა და ქვეყნის ევროპულ კურსზე დაბრუნებას.